თბილისი წელს უკვე მეორედ ვისკის ფესტივალს უმასპინძლებს, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიება უკვე განიხილება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ფესტივალად და ის მსოფლიო ალკოჰოლური კულტურის ეპიცენტრად იქცევა. რა მოლოდინები აქვთ ორგანიზატორებს და რა ელით ვისკის კულტურის მოყვარულებს, სტუმართან ვისკი დეის დამფუძნებელთან ვლადიმერ თიბილაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცი სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით. ჩვენ მოგვიწია ამ თემაზე პირველი ღონისძიება როდესაც სტარტდებოდა შეხვედრა და საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ძალიან დიდი მოლოდინი თითქოს არ მქონდა მე დავშვით ისეთი მოლოდინი რომ რაღაც განსაკუთრებული ღონისძიება იყო იმიტომ რომ ჩვენ პერიოდულად ვაშუქებთ სხვადასხვა გამოფენას თუ ღონისძიებებს და რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია თუმცა თვითონ შედეგმა აბსოლუტურად გულწრფელად ყოველგვარი რაღაც ისეთი გაოცება გამოიწვია ნამდვილად შესაბამისად გარდა იმისა რომ პირველი ფესტივალის მინდა რომ შევაჯამოთ ერთგვარად თლიანობაში რამდენად შეიძლება რომ აი მე შესავალ ნაწილში ვახსენე საფესტივალო კულტურის ნაწილი რამდენად შეიძლება რომ სწორად ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით და ეს მერე დამატებით გახდეს იგივე ტურისტის მოზიდვის თუ სხვადასხვა მიმართულების განვითარების საფუძველი. ამიტომ ჯერ სიახლეებით დავიწყოთ რა ვთავაზობთ წლევანდელ ფესტივალს და მერე უკვე ვისაუბროთ მთლიანობაში ამ ღონისძიების ერთგვარ ბრენდად ქცევის რეალურ რესურსზე. მოგესალმებით. პირველმა ფესტივალმა მართლაც რომ მოლოდინს გადააჭარბა, ფაქტიურად პავილიონმა ვერ გაუძლო მომსვლელ ხალხს. იყო მთელი დღე, ორივე დღეს ტრაფიკი, ვერ აუდიოდით მოსულ სტუმრებს. სტუმრები ყავდა როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე ტურისტი, ძალიან ბევრი ტურისტი იყო, ვინც თბილისში იყო იმ დღეებში, ესწრებოდა ჩვენ ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალი იქნება სულ განსხვავებული. სახელი რჩება ჩვენი ბრენდული სახელი თბილისის ვისკის ფესტივალი, პატარა აბრევიატურა ემატება ჯინი, რომი, ბრენდი და სხვა. ანუ ფაქტიურად ჩვენი ფესტივალი გადაიქცევა მაღალ ალკოჰოლური სასმელების ფესტივალად. წარმოდგენილი იქნება ყველა სახის მაღალი ალკოჰოლის შემცველი სასმელები. ძალიან ბევრ სიახლეს გთავაზობთ სტუმრებს, მაგალითად იქნება დეველოპერული კომპანია თავისი სიახლეებით, თავისი საჩუქრებით, იქნება ქართული ჩირის და შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, აგრეთვე ნაყინის მწარმოებელი, რომელიც ვისკის ბაზაზე კოლაბორაციას რა თქმა უნდა, ვისკის ბაზაზე შექმნილ შოკოლადებს და ნაყინს შევთავაზებთ მოსულ სტუმრებს. დიდი ფუდკორტი იქნება, კვების ზონა იქნება, საქართველოში იქნება შექმნილი ახალი ბრენდი ხორცს პროდუქტების და პირველად მოხდება ჩვენ ფესტივალზე ამ ბრენდის პრეზენტაცია და ის მოემსახურება ახალი ბრენდია და თვითონ გამოჩნდება პირველად ფესტივალზე. მოდი დავტოვოთ ესე სურვილს. თვითონ ფესტივალი როგორც ასეთი პროდუქტი რამდენად საინტერესოა და როდესაც ამ ფესტივალის დაგეგმვას ახორციელებთ ხოლმე გარდა იმისა რომ დავუშვათ ცნობილი კომპანიების მხარდაჭერა გჭირდებათ სხვანაირად ამ ფესტივალის ორგანიზებას ვერ გააკეთებთ რეალურად გჭირდებათ სხვადასხვა მიმართულებით დავუშვათ იგივე პარტნიორების ზებნა. რამდენად საინტერესოა ფესტივალი როგორც ასეთი ვისკის ფესტივალი შეთავაზებების კუთხიდან როდესაც საორგანიზაციო ნაწილს გადიხართ აი იმ პროცესში რამდენად ადვილად გთანხმდებიან დავუშვათ სხვადასხვა კომპანიები თანამშრომლობაზე. დაახლოებით 3 თვის უკან დავიწყეთ ამ ფესტივალზე მზადება და ყველა სექტორში, სადაც ვეკონტაქტებით, ყველა არის მზად, რომ შემოვიდეს ფესტივალზე და რაღაც კუთხით დაგვიდგეს მხარში და აგრეთვე თავისი ბრენდი წარმოაჩინონ ჩვენთან ფესტივალზე, როგორც ვახსენე, დეველოპერული კომპანია, ჩვენთან თანამშრომლობენ სასტუმროები, ქართული აქსესუარების კომპანიები, რომელიც ყველა წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კუთხით ჩვენ ფესტივალზე. ადგილობრივი დავუშვათ მოქალაქეების რაოდენობა ამ შემთხვევაში მარტივია, გასაგებია რომ დავუშვათ საინტერესოა, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესოა ტურისტების რაოდენობა. წინა შემთხვევაში როგორი იყო და წელს თუ გაქვთ დავუშვათ მოლოდინი რომ ამ ხრივი აქტიურებენ ან თუ არის ხოლმე დაგეგმილი, როდესაც ტურისტულ კომპანიებს ან იგივე სასტუმროებს, სადაც ტურისტები ორგანიზებულად არიან განთავსებულების, თავაზობთ რაღაც ერთგვარ კოლაბორაციას ამ ნაწილში, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს
იყენონ ეს ნაწილიც მოსაზიდად. რა თქმა უნდა, ტურისტების რაოდენობა როგორც კი პირველ ფესტივალზე დიდი იყო, ეხლაც საკმაოდ იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენ პარტნიორ სასტუმროებთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობ და ყველგან შეთავაზება იქნება ჩამოსულ სტუმრებთან, აგრეთვე თანამშრომლობ ტურისტულ კომპანიებთან, რომლებსაც ესე ვთქვათ, ჩამოყავთ საქართველოში ტურისტები და თავაზობენ სხვადასხვა მომსახურებას. იქ მათ გრაფიკში ერთ-ერთი იქნება თბილისის ვისკის ფესტივალი 17 და 18 მაისს. არის თუ არა დაგეგმილი რომ დავუშვათ ჩემ რეალურად მისი გაფართოება მოხდეს და არ იყოს მხოლოდ დედაქალაქში და იყოს თუნდაც რეგიონებში განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით. დავაანონსებ რომ ბათუმში სექტემბრის პირველ კვირაში ჩატარდება ვისკის ფესტივალი. საქართველოში ამ მიმართულებით ანუ აღალი ხარისხის ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა რამდენად მზარდია და რამდენად ეს მიმართულება არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ კარგი ღვინის ქვეყანად ვიჩნევთ თავს და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად განვითარებას ვფიქრობთ, ხო და ვახორციელებთ. აი ამ ნაწილში რა ხდება, როცა საქმე ვისკის და სხვა ამ ტიპის სასმელებს ეხება? ღვინოსთან ერთად მაღალი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, ესე დავარქვათ, პროფესიონალურად მოხმარება, ანუ დაგემოვნება, ეს არ არის მხოლოდ თრობის ნაწილი, ანუ ვისაც მოწონს, თქვათ, ვისკი, ან რომი, ან ჯინი, იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც მეტად ერკვევა, უფრო მეტად ჩართულია. ქართული კომპანიებიც, ახალი კომპანიები შემოვიდა ქართულ ბაზარზე, ისევ ქართველმა იმპორტიორებმა შემოიყვანეს ახალი დისტილერიები, თქვათ, ვისკის სექტორში, რაც არის, აი, უფრო კრაფტ დისტილერიები, პატარა დისტილერიები, არაცნობილი დისტილერიები, მაგრამ ეს ვისკის მომხმარებლისთვის პირიქით სასიამოვნოა, ახალ დისტილერიებს ეცნობიან და რამდენად ბევრია დავუშვათ ასეთი ადამიანი, ვისაც თუნდაც სამომხმარებლო დონეზე აინტერესებს ვისკის ერთ-ერთ კლუბში მაგალითად 8000 ადამიანზე მეტია გაერთიანებული. საქართველოსთვის ძალიან, ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ანუ რეალურად განვითარების მეტ პერსპექტივას ხედავს. ბოლო წლები თვითონ კომპანიებიც მეტად ხედავენ, იზრდება მოხმარებაც იზრდება და ეს კრაფტული ნაწილიც უფრო მეტად იზრდება მოხმარებაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და შემდგომ ფესტივალსაც ბუნებრივია სიამოვნებით მივადევნებ თვალს. ვლადიმერ თიბილაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების